მოწოდების ვალდებულებად ჩვენ ვეხმარებთ. უპირატესად ჩვენს გვაქვს გარკვეული ესე ვთქვათ შესაძლებლობა. ვარ სტაციონარი ამ შემთხვევაში და დარჩება. ჩვენ რომ მოხსნათ მაგალითად ეს წესები, მე მხრიდანაც უნდა გაიგოთ ჩვენ გარკვეულ პირველი ოქტომბრიდან დაიწყება მოსაზრებებს. რას დაჭირდება სტარტუაზე ნაბიჯის გადადგმას და მეორე სკოლაში შეიძლება იყოს ინფორმაცია, თუმცა ეს არის ქავთარაძის ქუჩაზე. საბიტურო ფასი რომლითაც 25%-იანი ფასნამატიც კი ფასი იქნება ერთი და უნდა იყოს, თუმცა შეიძლება დიფერენცირებული ფასი მისცე ქრონიკულ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. როგორც ცნობილია, ფსიქოტროპული მედიკამენტების მიწოდების ნაწილში მნიშვნელოვანი სიახლეები შედის ძალაში 1 ოქტომბრიდან, როდესაც პრაქტიკულად კერძო იმპორტიორების და კერძო საბითუმო რეალიზატორების ნაცვლად ყველა ამ ფუნქციას საკუთარ თავზე და საკუთარ პასუხისმგებლობად აიღებს სახელმწიფო. ამიტომ ამ პროცესში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ საცალო რეალიზაციის ერთეულებთან, როგორიც არის ავტორიზებული აფთიაქები, როგორიც არის კლინიკები, რომელსაც ესაჭიროებათ ამ მარაგების შევსება და მიწოდება და დისტრიბუცია, მათთან მიმართებაში კომუნიკაციის არხების აწყობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენ შევიკრიბეთ კიდევ ერთხელ მათთვის, რომ მიგვეწოდებინა ყველა ის მიმდინარე სიახლის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოსალოდნელია, რომ 1 ოქტომბრიდან ამოქმედება და შევთანხმდით ასევე ამ ახალი რეფორმის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის ფორმატებთან დაკავშირებით, ინტენსიური შეხვედრების თაობაზე, ინფორმაციის მიმოცვლის მექანიზმებთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ ეს აუცილებელი კომპონენტია იმისთვის, რომ რეფორმა წარმატებულად დაიწყოს და მისი განხორციელების შემდგომი ფაზებიც იყოს ასევე წარმატებული. ვთვლი, რომ ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო ყველა კუთხით, ძალიან ესეთ მნიშვნელოვან საკითხებს გაესვა ხაზი და კითხვა-პასუხის რეჟიმშიც ამოიწურა რაღაცა კითხვები, დაიგეგმა კიდევ შეხვედრა, სადაც საშუალება გვექნება, რომ უფრო დაწვრილებით ჩვენი კითხვები წარმოვადგინოთ და ბატონ მინისტრის ესეთი კეთილი განწყობილი დამოკიდებულებით გადავჭრით საკითხებს, რომელიც აქამდე ჩვენ გვაწუხებდა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს შეხვედრა, მივიღეთ აბსოლუტურად ამომწურავი პასუხები ყველა საკითხთან დაკავშირებით. ჩვენთვის ვფიქრობ, რომ უფრო დაცულობის მომენტი უფრო მეტი იქნება უსაფრთხოების მხრივადაც ყველაფერი წესრიგში იქნება, ვფიქრობ. არ წარმოადგენს არანაირ სირთულეს ეს ყველაფერი ჩვენთვის.